გამარჯობა, მე გიორგი ვარ, მაგრამ ეს ჩემი ხმა არ არის. ეს არის ქართული AI გახმოვანება. ამ ვიდეოში მე გასწავლით, როგორ გაახმოვანოთ ქართული ტექსტები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უფასოდ. გამარჯობა, მოგესალმებით, დაგიბრუნდით GeoAI-ის YouTube არხზე. როგორც დასაწყისში თქვით, ამ ვიდეოში მე გაჩვენებთ, როგორ გავახმოვანოთ ქართული ტექსტი AI-ის დახმარებით. ბევრს აინტერესებდა ეს საკითხი, ბევრი მწერდა კომენტარებში, შეიძლებოდა თუ არა ქართული ტექსტების გახმოვანება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ჩემს პრაქტიკაში მე რა პლატფორმებზეც მიმუშავია გახმოვანებასთან დაკავშირებით, დიდად ქართულ ენას მხარდაჭერა არ აქვს. შესაბამისად, ჩემი პასუხიც იყო ის, რომ ქართული ენის მხარდაჭერა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არის პრობლემატური, თუმცა ამ საკითხს ცოტა უფრო მეტი დრო დავუთმე, მოვიძიე რაღაცები და მოკლედ აღმოვაჩინე ერთი პლატფორმა, სადაც შეგვიძლია ქართული ტექსტი გავახმოვანოთ AI-ის დახმარებით, საკმაოდ მაღალ დონეზე, პროფესიონალურად და უაქცენტოდ. მოკლედ ამ ვიდეოში განახებთ ყველაფერს დეტალურად. როგორც თქვით, შეგვიძლია ტექსტების გახმოვანება უფასოდ. უფასოში გულისხმობ იმას, რომ გარკვეული ხანგრძლივობის აუდიოების დაგენერება შეგვიძლია უფასოდ, თუმცა როგორც ყველა AI სერვისი, ესეც არის ფასიანი, გვაქვს რაღაც ლიმიტები და ამის შემდეგ ან უნდა გამოვიყენოთ სხვა აკაუნტი, ან უბრალოდ უნდა შევიძინოთ პაკეტი. ეს პლატფორმა გახლავთ Lovo AI. უნდა შევიდეთ Lovo.ai-ზე და აღმოჩნდებით აი ამ ვებგვერდზე. პირველი, რა თქმა უნდა, გჭირდება რეგისტრაცია პლატფორმაზე, ამისთვის უნდა დავაჭიროთ sign up relax, ან შეგვიძლია პირდაპირ აი ამ ლურჯ relax დავაჭიროთ. როდესაც დავაჭერთ sign up relax, აღმოჩნდებით ამ გვერდზე, სადაც გვაქვს რამდენიმე ვარიანტი რეგისტრაციისთვის. ყველაზე მარტივად შეგვიძლია ჩვენი Google-ის აკაუნთით გავაკეთოთ ავტორიზაცია, დავაჭიროთ აი ამ პირველ relax, ან შეგიძლია გამოიყენოთ, რა ვიცი, Microsoft-ის აკაუნთი თუ გაქვთ, ან უბრალოდ მარტივად შეიყვანოთ იმეილი, შემდეგ შეიყვანოთ პაროლი და დარეგისტრირდეთ სტანდარტული გზით. მე ამ შემთხვევაში ავირჩევ Google-ის აკაუნთით ავტორიზაციას, გავიაროთ ავტორიზაცია და შემდეგ გავაგზავნოთ. როდესაც გავივლით ავტორიზაციას, აღმოჩნდებით ამ გვერდზე, სადაც გვაქვს გარკვეული კითხვარი, მარტივი 4 კითხვისგან შედგება, ან გვეკითხებიან რისთვის გვინდა ეს პლატფორმა, საიდან აღმოვაჩინე და ასე შემდეგ. ძალიან სწრაფად გავიაროთ ეს კითხვარი და მერე გავაგზავნოთ. კითხვის გავლის შემდეგ აღმოჩნდებით აქ და აქედან უკვე შეგვიძლია ავირჩიოთ short voice over და გადავალთ უკვე dashboard-ზე. მოკლედ ეს არის dashboard-ი, საკმაოდ მარტივი dashboard-ია, არაფერი განსაკუთრებული და რთული აქ არ ხდება. როგორც ხედავთ, დაგენერებულია ერთი აუდიო ავტომატურად. აქ გვაქვს შესაბამისი ტექსტი, ზემოთ არის არჩეული შესაბამისი ხმა, ამ შემთხვევაში გვაქვს ქალის ხმა. მოდი მოვისმინოთ. Welcome to Jenny. Let's get started on your ხო, მოდი წავშალოთ ეს ტექსტი, იმიტომ რომ ინგლისური ენა არ გჭირდება და გადავიდეთ ხმებში. აქ გვაქვს საკმაოდ დიდი არჩევანი, გვაქვს როგორც კაცის ხმები, ასევე ქალის ხმები. ეს ხმები შეგვიძლია გავფილტროთ, მარცხენა მხარეს გვაქვს ფილტრი, შეგვიძლია ავირჩიოთ ხმები როგორც სქესის მიხედვით, ისე ასაკის მიხედვით, აი მაგალითად გვაქვს ბავშვის ხმა, მოზარდის ხმა, ზრდასრული ადამიანის ხმა, მოხუცებულის ხმა, შემდეგ გვაქვს საუბრის სტილები. ზედა მხარეს შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რისთვის გვინდა ეს აუდიო, მაგალითად სოციალური მედია, აუდიო წიგნები, მარკეტინგი, პროდუქტის რეკლამა და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში მოდი ავირჩიოთ კაცის ხმა, ავირჩიოთ სქესი და ავირჩიოთ ასაკი, ამ შემთხვევაში ავირჩევ ზრდასრული ადამიანის ხმას. როგორც ხედავთ, დაგვიტოვა 5 ხმა. მე სიმართლე გითხრათ რაღაც დონეზე გატესტილი მაქვს ეს ხმები და მოდი ავირჩევ აქედან ჩემთვის ყველაზე ნორმალური იყო აი ეს მესამე ადამიანის ხმა, ადამიანის რა, მესამე AI ხმა. მოდი ავირჩიოთ ეს ხმა. მას შემდეგ რაც ავირჩიოთ ხმას, გვინდა შევიყვანოთ შესაბამისი ტექსტი აი ამ ველში. მაქვს გამზადებული რაღაც ტექსტები, მოდი აქედან დავაკოპირებ. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ შევიყვანოთ ნებისმიერი ტექსტი, არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამის შემდეგ შეგვიძლია ავირჩიოთ, ესე იგი, გამოთქმა. ამ შემთხვევაში ავტომატურად დაყენებულია ინგლისურ ენაზე. თავიდან რომ გავტესტე ეს პლატფორმა, ეს არ შემიცვლია, ანუ დავტოვე ინგლისურზე და საკმაოდ კარგად დააგენერირა. მე ესე იგი შევამოწმე ეს ტაბი და აღმოვაჩინე რომ ქართული ენაც გვაქვს აქ, ანუ ჩამონათვალში გვაქვს ყველა ენა თითქმის და გვაქვს ქართულიც. ქართულად რომ, ანუ ქართული გამოთქმით რომ დავაგენერირე, რო გითხრათ რომ რაღაც ძალიან დიდი სხვაობა მომწათქო, არა. და მეცაც გეტყვით პირიქით, ანუ ინგლისურ ენაზე, ანუ ინგლისური გამოთქმით დაგენერებული აუდიო უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე ქართული გამოთქმით დაგენერებული აუდიო. შესაბამისად, მე დავტოვებ ინგლისურს და თქვენ თუ გნებავთ, გატესტეთ, თუ შეიძლება სხვა ხმას რო აირჩიოთ იმ შემთხვევაში უკეთესი შედეგი მიიღოთ ქართული გახმოვანებით, არ ვიცი, მე დავტოვებ მოდი ინგლისურს. როგორც ხედავთ, მაქსიმუმ ერთ ცდაზე შეგვიძლია დავაგენერიროთ 5000 სიმბოლო. როდესაც დავაგენერირებთ 5000 სიმბოლოს,
დაახლოებით მივიღებთ 6 წუთიან აუდიოს. მე რამდენჯერმე დავაგენერირე 5000 სიმბოლო და ყველა შემთხვევაში მივიღე აი 6 წუთს პლუს მინუს დაახლოებით 10 წამი. ასეთი ხანგრძლივობის აუდიოები. ეხლა მოდი ვთქვათ, რამდენი საშუალებას გვაძლევს უფასოდ ეს პლატფორმა, თუ გავხსნით ჩვენი პროფილის მენიუს, ნახავთ რომ, ესე იგი, ერთ აკაუნტზე უფასოდ შეგვიძლია დავაგენეროთ 20 წუთიანი აუდიო. 20 წუთის ხანგრძლივობის აუდიო ჯამში. 20 წუთიანს ვერ დავაგენერებთ, იმიტომ რომ მხოლოდ 5000 სიმბოლო შეგვიძლია შევიყვანოთ ერთ ცდაზე. ხა რო გითხრათ 20 წუთი ძალიან ბევრია თქო და ბევრს გააკეთეთ თქო, არა, 20 წუთი ხა ძალიან ბევრი ნამდვილად არ არის. მაგრამ ნუ ერთი პლუსი ის აქვს, რომ ბევრი რეგენერაციები არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ მაღალი ხარისხით აკეთებს და თითქმის უშეცდომოდ აკეთებს. მე რამდენიმე რჩევას მოგცემთ ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ უკვე ბევრი რეგენერაციები აღარ დაგჭირდებათ. ხო, ნუ ეს არის ერთ აკაუნტზე მოკლედ შეგვიძლია 20 წუთის დაგენერირება, ორ აკაუნტზე 40 წუთის და ასე შემდეგ. მოდი დავაგენერიროთ და ნახოთ რა შედეგს მოგცემს. პატარა ტექსტებს მალე აგენერირებს, საათობით ლოდინი არ გვჭირდება, რამდენიმე წუთში, ანუ პატარა ტექსტებს პრინციპში რამდენიმე წამში აგენერირებს, ცოტა დიდ ტექსტებს რამდენიმე წუთი სჭირდება. მოკლედ დაგენერირდა ჩვენი აუდიო და მოდი ერთად მოვისმინოთ რა შედეგი მივიღეთ. საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანა, ის გამოირჩევა თავისი უძველესი ისტორიით, მდიდარი კულტურითა და უნიკალური დამწერლობით. ხო, მოკლედ, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ, საკმაოდ მაღალ დონეზე ახმოვანებს ეს პლატფორმა ქართულ ტექსტებს. როგორც წესი, როდესაც ვახმოვანებთ ტექსტებს AI-ის დახმარებით, ძირითად შემთხვევაში ყური მაინც ხვდება ხოლმე, რომ ესე იგი რაღაც არაბუნებრივი ხმა არის, არაბუნებრივი საუბარია, ცოტა უფრო აი რაღაცა რობოტული საუბარია და უემოციო და შესაბამისად ხვდებით ხოლმე, რომ ეს რაღაცა AI-ის დაგენერირებული აუდიო არის. ხო, ამ შემთხვევაში ხა ნუ რო გითხრათ ეხა რომ აი 100%-ით ვერავინ ვერ მიხვდება რომ AI-ის დაგენერირებულია ეს აუდიო, აი ესე არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალი შედეგია და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ქართულ ენას აი ფაქტიურად ჯერჯერობით არცად არაფერში მხარდაჭერა დიდად არ აქვს, აი ძალიან მაგარი შედეგია. ჩემი აზრით ძალიან მაგარი შედეგია. კარგი, ეხლა რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ესე იგი, მე მაქვს აქ გამზადებული მეორე ტექსტი, რომელიც შეიცავს, ესე იგი, რიცხვებს, რომაულ ციფრებს და ასევე შეიცავს შემოკლებულ ფრაზებს. შემოკლებულ ფრაზებში გულისხმობ მაგალითად ასე შემდეგ. ჩვენ წერის დროს წერთ აშ, თლიანად არ წერთ ასე შემდეგ, ესე იგი ეგრეთ წოდებული, ამას ყოველთვის შემოკლებით წერთ. მოდი ახლა ვნახოთ როგორ დააგენერირებს მსგავს ტექსტს ჩვენი Lovo AI. შევცვალოთ ეს ტექსტი და გავუშვათ გენერაცია. მოკლედ დაგენერირდა ტექსტი და მოდი ერთად მოვისმინოთ როგორ გაახმოვანებს ტექსტს, სადაც გვაქვს ესე იგი რიცხვები, რომაული ციფრები და შემოკლებული ფრაზები. საქართველოს ისტორიაში აღსანიშნავია 11-12 საუკუნეების ოქროს ხანა, როდესაც მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეფეები, როგორებიც იყვნენ დავით მეოთხე აღმაშენებელი, თამარი, გიორგი მესამე, აშე. 20 საუკუნეში 1918-1921 წლების ხო, როგორც ხედავთ, რომაულ ციფრებს ვერ აღიქონს კარგად, ანუ დაუშვა შეცდომები. ასევე შემოკლებული ფრაზა პირდაპირ წაიკითხა როგორც წერია აშ და არა ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რიცხვები სწორად თქვა, ანუ 1918-1921, თუმცა მე რო ვაგენერირებდი რამდენჯერმე რიცხვებიც შეეშალა. მოკლედ მაგალითად მქონდა 317 და თქვა 327 და რაღაც მსგავსი შეცდომა კიდე დაუშვა. ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ? როდესაც ტექსტში გვაქვს შემოკლებული ფრაზები, რიცხვები და რომაული ციფრები, აუცილებლად გაუწერეთ სიტყვებით. ანუ რიცხვები არ დატოვოთ, არც რომაული ციფრები არ დატოვოთ და არც შემოკლებული ფრაზები არ დატოვოთ. თორე მოგიწევთ რეგენერაციები და გამომდინარე იქიდან რომ შეზღუდული რაოდენობის წუთები გვაქვს, ხო ასე დავკარგავთ წუთებს ამ რეგენერაციებში, ასე რომ ეს აუცილებლად გაითვალისწინოთ. კარგი, მოდი ახლა დავაბრუნოთ აქ ძველი ტექსტი და შემდეგ გავახმოვანოთ ამ შემთხვევაში უკვე ქალის ხმით, ავირჩიოთ female და ავირჩიოთ მაგალითად young, ანუ ახალგაზრდა, მოზარდის ხმა. ქალის ხმები დიდად ბევრი არ მაქვს გატესტილი სიმართლე რო გითხრათ. მოდი ავირჩიოთ ერთ-ერთი და ერთად ნახოთ როგორ დააგენერირებთ. მოდი აქვე ავირჩიოთ პრინციპში ინგლისურ ენაზე ჯერ. Hey there, I'm the newest. მოდი იყოს ეს. გავუშვათ გენერაცია. დაგენერირდა ჩვენი აუდიო და მოდი ერთად მოვისმინოთ ამ შემთხვევაში უკვე ქალის ხმით ქართული ტექსტი. საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანა, ის გამოირჩევა თავისი უძველესი ისტორიით, მდიდარი კულტურითა და უნიკალური დამწერლობით. ხო.
ხალის ხმითაც საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ მაღალ დონეზე ახმოვანებს, მოკლედ ორივე როგორც კაცის ხმით, ასევე ქალის ხმით. კარგი, მოკლედ ესე ხდება აუდიოს დაგენერირება, საკმაოდ მარტივი პროცესია, არაფერი რთული აქ არ არის, ესე იგი ვირჩევთ ხმას, შევიყვანთ ტექსტს და მივცემთ გენერაციას. არ დაგვავიწყდეს, რომ 5000 სიმბოლოზე მეც ვერ დავაგენერირებთ ერთ ცდაზე. ეხლა შემდეგი ეტაპი არის ამ აუდიოების გადმოწერა. როგორც ხედავთ, აქვს აუდიოს გადმოწერის ღილაკი, მოდი დავაჭიროთ და ვნახოთ რა მოხდება. ხო, როგორც ხედავთ, ჭირდება უკვე პაკეტის შეძენა. ანუ ეს პლატფორმა გვაძლევს საშუალებას დავაგენერიროთ უფასოდ აუდიო, თუმცა გადმოწერის დროს უკვე ითხოვს პაკეტის შეძენას. ეხლა ჩდება კითხვა, როგორ გადმოწეროთ ეს აუდიო ფაილი. მოკლედ, ამ აუდიო ფაილის გადმოწერას ვერ შევძლებთ, მაგრამ შევძლებთ იგივე ხარისხის აუდიო ფაილის მოპოვებას MP3 ფორმატით, ძალიან მარტივად. ამისთვის მე გამოვიყენებ CapCut-ს ვიდეო ედიტორს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი screen recorder-ი ან audio recorder-ი. მოკლედ, ერთადერთი გზა ეს რომ გადმოწეროთ, უბრალოდ რომ მოვიპოვოთ MP3-ის აუდიო ფაილი არის ამ აუდიოს ჩაწერა. მაგრამ უნდა მოვახდინოთ ჩაწერა მხოლოდ desktop აუდიოსი და არა გარიხმების. ამას გაჩვენებთ როგორ გავაკეთოთ. ესე იგი გავხსნათ CapCut-ი. CapCut-ი არის უფასო პროგრამა. არის როგორც უფასო, ისე ფასიანი ვერსია. ამ შემთხვევაში უფასო ვერსიაც გამოგვადგება, იმიტომ რომ აქვს record screen-ის ესე იგი ოფცია. ხო, დავაჭიროთ ამ ღილაკს. როგორც ხედავთ, ესე იგი ქვემოთ გათიშული არის მიკროფონი, გათიშულია ასევე კამერა. ანუ მიკროფონს მიიღეთ ყურადღება, მიკროფონი უნდა იყოს გათიშული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაიწერს გარეხმებსაც და უკვე მივიღებთ შედარებით დაბალი ხარისხის აუდიოს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, თუ ესე იგი თქვათ დაინსტალირებული გაქვთ ისეთი აპები, როგორიც არის მაგალითად Viber-ი, WhatsApp-ი, Telegram-ი, ანუ ისეთი აპები, სადაც შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ჩაწერის დროს. ანუ ეს notification-ები გაუთიშეთ, იმიტომ რომ თუ მიიღებთ ამ დროს შეტყობინებას, ის შეტყობინების ხმაც იქნება აუდიოში, ასე რომ ეს გაითვალისწინეთ, გაუთიშეთ notification-ები, შეიძლება ბრაუზერში ქონეთ დაყენებული notification-ები და მოკლედ თუ სადმე არის შანსი რომ მიიღოთ ამ დროს notification-ი, ყველაფერი გათიშეთ. კარგი, დავაჭიროთ start recordings. და შემდეგ ესე იგი დავიწყოთ ჩაწერა. საქართველო ევროკისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანა, როდესაც დასრულდება აუდიო, შეგვიძლია გავთიშოთ. ხო, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში, ესე იგი გვთავაზობს ეს არის ვიდეო, ანუ ამ შემთხვევაში ჩაიწერა ვიდეო, მხოლოდ აუდიო არ შეუძლებელია. ვიდეოს გადმოწერას ან ესე იგი edits CapCut-ში. თუ გვინდა რამდენიმე აუდიოს ჩაწერა, ანუ რამდენიმე აუდიო გვაქვს დაგენერირებული და გვინდა რომ ყველა ჩავიწეროთ, ამ შემთხვევაში გირჩევთ რომ გადმოწეროთ ჯერ ჩაწეროთ ყველა აუდიო და მე ერთიანად დაედიტოთ. მეც ამ შემთხვევაში ჩავიწერ ორივე აუდიოს, ანუ კაცის ხმით და ქალის ხმით და მე ერთად ვნახოთ როგორ შეგვიძლია CapCut-ში გავასუფთავოთ, ანუ წავშალოთ ვიდეოები და შევაერთოთ ეს ორი აუდიო და მივიღოთ ერთი სრულფასოვანი, სრულყოფილი აუდიო ფაილი. მოკლედ გახსნილი მაქვს CapCut-ი და აქ მაქვს ორივე ვიდეო, რომელიც ჩავიწერეთ. მოდი ეს ორივე ვიდეო წამოვიღოთ და დავაგდოთ timeline-ზე. ესე იგი, პირველი რაც ჭირდება, უნდა გავაცალკევოთ ერთმანეთისგან ვიდეო და აუდიო. ამისთვის ორივე ვიდეო უნდა მოვნიშნოთ, შემდეგ დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკს და მივცეთ extract audio. ამ შემთხვევაში CapCut-ი გააცალკევებს ერთმანეთისგან აუდიოს და ვიდეოს. ვიდეოები არ ჭირდება, შეგვიძლია პირდაპირ წავშალოთ. რაც შეეხება აუდიოებს, ამ შემთხვევაში რაც ჭირდება არის აი ეს, ესე იგი, ცარიელი ადგილების წაშლა, მოკლედ. მოდი ეს გავზარდოთ. ესე იგი, დავიწყოთ თავიდან. ამ შემთხვევაში გვინდა ეს წინა ნაწილი რომ მოვაცალოთ. იმისათვის რომ გავჭერათ აუდიო და წავშალოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს სამი ღილაკი. პირველი ღილაკი გვაძლევს საშუალებას უბრალოდ გავჭერათ აუდიო, რაც შეეხება მეორე და მესამე ღილაკებს. ამ შემთხვევაში თუ გვინდა რომ გავჭერათ აუდიო და თან ასევე წავშალოთ ერთდროულად, შეგვიძლია ეს ორი ღილაკი გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში გვინდა, ესე იგი, აი ამ ნაწილის მარცხენა მხარის წაშლა, შესაბამისად დავაჭერთ აი ამ ღილაკს, აგერ ხედავთ delete left და როგორც ხედავთ მარცხენა მხარე გაიჭრა და ამავე დროს წაიშალა. გავწიოთ ეს აუდიო მარცხენა მხარეს, წავშალოთ უკანა ნაწილიც, ამ შემთხვევაში გვინდა delete right და იგივე გავაკეთოთ მეორე აუდიო შემთხვევაშიც. წავშალოთ ეს მხარე და წავშალოთ უკანა მხარე. ამ შემთხვევაში თქვენ როგორც გჭირდებათ, როგორც ნებავთ, ისე უნდა გაჭრათ ეს აუდიოები. ამ შემთხვევაში ხა გვაქვს ორი აუდიო მხოლოდ და ერთადერთი რაც ჭირდება არის ის, რომ ეს ცარიელი ადგილები ამოჭრათ. და თქვენს ალბათ ეგ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ხარისხი არის ზუსტად იგივე, არაფერი გარეხმები აქ არ იქნება და მოკლედ არაფერი არ ჭირდება სხვა დანარჩენი, უბრალოდ უნდა წაშალოთ თავისუფალი ადგილები და შეაერთოთ ეს აუდიოები.
წავშალოთ მოკლედ უკანა მხარეც და სულ ეს არის. შეგვიძლია მოვისმინოთ აუდიო. საქართველო ევროკისა და აზიის გზაგასაყარ საქართველო ევროპისა და აზიის ხო, როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს, რაც ქონდა პლატფორმაზე და მოკლედ ესეთი გზით შეგვიძლია რომ აუდიო მოვიპოვოთ. რაც დაგვრჩა, ერთადერთი არის ექსპორტი. ამ შემთხვევაში, ესე იგი, როგორც ხედავთ, გვაქვს ვიდეო და აუდიო, უნდა გქონდეს მონიშნული მხოლოდ აუდიო და აქედან ავირჩიოთ ის ადგილი კომპიუტერში, სადაც გვინდა რომ ეს აუდიო ფაილი შევინახოთ. ამას რომ გავაკეთებთ, შემდეგ შეგვიძლია მარტივად დავაჭიროთ ექსპორტს. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, რისი ჩვენებაც მინდოდა ამ ვიდეოში. ორიოდე სიტყვით სანამ დავასრულებთ, მინდა ფასებსაც შევეხო, ესე იგი დავაჭიროთ upgrades. ამ შემთხვევაში გახსნილი გვაქვს წლიური პაკეტი და როგორც ხედავთ, ესე იგი 1 თვე ხდება $24, ამ შემთხვევაში გვაქვს 2 საათის დაგენერირების საშუალება. ამ შემთხვევაში თუ შევიძენთ პაკეტს, უკვე ეს CapCut-ით ჩაწერა და რაღაც აღარ ჭირდება, პირდაპირ შეგვიძლია გადამოწეროთ აუდიო. ესე იგი, გვაქვს Pro პაკეტი და ამ შემთხვევაში გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება. Pro პაკეტის შემთხვევაში უკვე 5 საათი შეგვიძლია დავაგენერიროთ. ანუ თუ შევიძენთ ამ პაკეტს, ყოველ თვე უნდა ვიხადოთ $24, 50%-იანი ფასდაკლებით და ყოველ თვე გვექნება 5 საათის დაგენერირების საშუალება. ასევე გვაქვს Pro Plus პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაგენეროთ 20 საათი ერთი თვის განმავლობაში. ეს არის წლიური პაკეტები, ანუ ამას თუ შევიძენთ, უნდა გადავიხადოთ მთლიანი წლის საფასური. რაც შეეხება ყოველთვიურ პაკეტებს, ამ შემთხვევაში ცოტა უფრო ძვირია, ანუ ერთი თვე ღირს $29, ამ შემთხვევაში აქვს აქცია, პირველი თვე ღირს $10 და ყოველი შემდეგი მომდევნო თვე ღირს $29. ხო, ну, არ არის თლად იაფი, ვინცაც ახლა უბრალოდ გასართობად გვინდა და რაც პატარ-პატარა ვიდეოების გასაკეთებლად გვინდა, ამ შემთხვევაში ახლა არ მგონია რომ დაგჭირდეს ამ პაკეტების ყიდვა, თუმცა ვისაც ყოველდღიურობაში ჭირდება, ვინც ისეთ კონტენტს ქმნის, სადაც ჭირდება მსგავსი მაღალი დონის პროფესიონალური გახმოვანება, იმან ალბათ უნდა უკვე შეიძინოს, იმიტომ რომ ესე ახლა ბევრი აკაუნტებით და მხოლოდ 20 წუთიანი დაგენერირებით, ხო, შორს ალბათ ვერ წავა. ხო, ვის შეიძლება დაჭირდეს კიდევ მსგავსი აუდიოების დაგენერირება, ესე იგი, დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ქმნის კონტენტს და ბევრი აპირებს, რომ დაიწყოს კონტენტის შექმნა. ზოგ ადამიანს შეიძლება უბრალოდ არ მოსწონს თავისი ხმა, არ მოსწონს თავისი გახმოვანება, ან შეიძლება ტექნიკა არ უწყობს ხელს, არ აქვს მიკროფონი, ან დაბალი ხარისხის მიკროფონი აქვს. მათთვის ეს პლატფორმა საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას აჩენს და მოკლედ შეგიძლიათ გატესტოთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ. კარგი, იმედია სასარგებლო ვიდეო გამოვიდა. ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალი ინტერესი იყო, ბევრი კითხვები მოდიოდა და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ თქვენ კითხვებს გავეცი პასუხი. შეგიძლიათ გატესტოთ Lovo AI, ლინკს ჩავაგდებ აღწერაში, თუმცა მარტივად შეგიძლიათ lovo.ai ამ საიტზე შეხვიდეთ და მოკლედ დააგენერიროთ თქვენი სასურველი ქართული ტექსტები. ჩემი თხოვნა იქნება რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი, დამიწეროთ კომენტარები. საკმაოდ კარგი ტემპით მივდივარ და მოდი ეს ტემპი არ დავაგდოთ. ეს ძალიან მახარებს და мотивაციას მაძლევს. კომენტარებში შეგიძლიათ დამიწეროთ მომავალში რისი ხილვა გსურთ, რა თემებზე გავაკეთო ვიდეო. ყველა კომენტარს ვკითხულობ. ჯერჯერობით ახლა ძალიან ბევრი კომენტარები არ არის და შესაბამისად ვცდილობ რომ ყველა კომენტარს უპასუხო და უპასუხოთ არაფერი დავტოვო. მოკლედ დამიწერეთ კომენტარებში რაზე გავაკეთო მომავალი ვიდეოები, ყველაფერს წავიკითხავ და აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს თხოვნებს. კარგი, მოკლედ, დაგემშვიდობებით, წავედით.